საღამო მშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმრები არიან პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა და სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია. მოგესალმებით ბატონებო, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მაშასე უკვე თითქმის 1 საათია მიმდინარეობს სატელეფონო საუბარი ორი სახელმწიფოს ლიდერს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესაუბრება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. საუბარი სატელეფონოა, თუმცა ის რიგმა ექსპერტებმა და პოლიტოლოგებმა უკვე შეაფასეს როგორც სავარაუდო იალტა 2. აქ საუბარი იქნება რა თქმა უნდა მსოფლიოს შემდგომ მოწყობაზე, გავლენების გადანაწილებაზე და ამის სათავე რა თქმა უნდა არის უკრაინაში ომის დასრულება. მანამდე პრეზიდენტმა ტრამპმა მცირე ისეთი ინტერვიუ მისცა ჯერ კიდევ თვითმფრინავში ჟურნალისტს და იყო საუბარი თუ რა თემებს შეეხებოდა უფრო კონკრეტულად რუსეთის პრეზიდენტთან საუბარი. ეს იყო ასევე იქ ფრონტის ხაზზე და რუსეთის ამჟამინდელ აღიარებულ ტერიტორიაზე მოქცეული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ასევე პრესაში გაჟონა ინფორმაცია შემდგომში რომ ამერიკელების ინტერესი არის შავი ზღვის პორტები, უბრალოდ არ იყო მეტი კონკრეტიკა რომელ პორტზე არის საუბარი. და მთელი რიგი საკითხები, რომელიც უკვე ვთქვი, უკავშირდება უკრაინის კონფლიქტის დასრულებას. ცოტნე მოდით თქვენი დავიწყოთ, რა შედეგებზე შეიძლება ავიღოთ ორიენტირი, რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს საუბარი, რომელიც მთელი ამ მოთელვის პირობებში იქნება ყველაზე ვრცელი და ალბათ შედეგიანი. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. როგორც დავით თქვენ აღნიშნეთ, უკვე დაახლოებით 1 საათია, 1 საათზე მეტია, რაც აი სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს და სხვათა შორის ტულსი გაბარდის დაზვერვის სამსახურის შეფის განცხადება იყო ეხლა, რომელიც ამბობს, რომ პუტინი და ტრამპი არიან კარგი მეგობრები, ეს არის ორი ქვეყნის ლიდერი, რომლებიც ორიენტირებული არიან თანამშრომლობაზე და აი ამ მოლაპარაკებების სატელეფონო საუბრის დასრულებამდე მსგავსი განცხადების გაკეთება ამერიკის სადაზვერვო სამსახურის შეფისგან მიანიშნებს, რომ პროცესები ისე მიდის, როგორც ეს სურს ტრამპს პირველ რიგში და რა თქმა უნდა პუტინს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ მათ შორის ირაკლისსაც, ბატონ ირაკლისსაც, რომ რაღაცა ნიშნები შეთანხმების რუსულ ამერიკულ ურთიერთობებში, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის და ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებით უკვე არსებობდა და უბრალოდ იყო რაღაცა კონკრეტული საკითხები, რომელიც უნდა გადაჭრილიყო და მთელი რიგი პროცესები, მთელი რიგი განცხადებები, რაც ამ შეხვედრას ამ საუბარს უძღოდა წინ, ის მოლოდინები, რომელსაც ქმნიდა ტრამპი თვითონ თავისი გამოსვლით, როდესაც ის ამბობდა, რომ განსხვავებით ზელენსკისგან ის ამბობდა, რომ პუტინს ნამდვილად სურს მშვიდობა და მე მჯერა პუტინის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ მთელი მოლოდინი შექმნა იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის დამთავრდებოდა დადებითად და ის მოთხოვნები, რაც გაჟღერებული ქონდა ღიად რუსეთს, რის გამოც პრინციპში კონფლიქტი დაიწყო უკრაინაში, ხო? ეს ყველას კარგად გვახსოვს, ეს იყო უკრაინის შესაძლო გაწევრიანების საკითხი ნატოში, რაზეც პრინციპში რუსები მაშინვე მოითხოვდნენ ამ შემთხვევაში არა სიტყვიერ დასაბუთებას და თანხმობას, არამედ დოკუმენტის სახით ხელშეკრულებას, სადაც უკრაინელები და მათ შორის დასავლეთით სამუდამოდ გამორიცხავდა უკრაინის გაწევრიანებას და ნატოში და პრინციპში ეს მაშინ დასავლეთმა არ გააკეთა. ამ კუთხით საინტერესოა სხვათა შორის ჯეფრი საქსის გამოსვლა, სადაც ის იხსენებს ჯეკ სალივანთან საუბარს ბაიდენის ადმინისტრაციის წევრთან, რომელსაც მან ის ამბობს, რომ როდესაც მე მას ვუთხარი, რომ თქვენ უნდა გააკეთოთ განცხადება, რას აპირებთ, როდესაც ეს ომი უკვე ფაქტობრივად ყველამ ვიცოდით, რომ შეიძლებოდა დღე-დღეზე დაწყებულიყო, მე ვკითხე მათ თუ რას აკეთებთ, რას აპირებთ, თქვენ უნდა განაცხადოთ, რომ ის რასაც რუსეთი ითხოვს, რუსეთმა ის უნდა მიიღოს, იმისთვის რომ ეს ომი იქნას აცილებული და
მათ მითხრეს რომ მან მითხრა რომ დამშვიდიო, იმიტომ რომ ხომ იცი რომ უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდებაო. მე ვუთხარი რომ ეს ღიად უნდა განაცხადო, თორემ მეც ვიცი ეს და შენც იცი და ტრამპმაც იცის და პუტინმაც იცის უბრალოდ, მაგრამ ამაზე პასუხი ის იყო რომ ჩვენ ამას ღიად ვერ ვიტყვით. შესაბამისად, რადგანაც მათ ეს ღიად არ თქვეს, არ ზელენსკიმ არ თქვა ეს ღიად, არც მაშინდელმა და დღევანდელმა ხელმძღვანელობამ უკრაინის დაიწყო ის კონფლიქტი, რა კონფლიქტის დაიწყო და საბოლოო ჯამში ეხლა ნატოსთან დაკავშირებით ეს მთავარი მოთხოვნა რაც რუსეთს ჰქონდა ომის დაწყებამდე წამოყენებული უკვე შესრულდა, იმიტომ რომ მარკ რუტი, რომელიც არის ნატოს გენერალური მდივანი, ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მათ უკვე ღიად არაერთხელ გაუსვეს ხაზი იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ვერ მოხერხდება. დანარჩენი პრინციპში აი ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებას თუ დავაკვირდებით, რაც სოფლიოში მიდის, არის ალბათ კი არა, არის რაღაცა კონკრეტული საკითხები, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ტექნიკური საკითხებია, რაღაცა კონკრეტული რა ამის გარდა დაუშვათ, აი ნატოს გარდა და ამერიკული და დასავლური ჯარის გარდა უკრაინაში კიდევ რას შეიძლება მიაღწიოს რუსეთმა ტრამპთან აი ამ მოლაპარაკებების გზით და ასევე ტრამპის კონკრეტული ინტერესები და სურვილები მათ შორის დაუშვათ უკრაინაში, არა მარტო უკრაინაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, სადაც ვითარება ძალიან დაძაბულია და სხვადასხვა აქტორები ჩნდებიან, აქტიურად ჩნდებიან, მაგალითად თურქეთის სახით, რომელიც ძალიან საინტერესოდ ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესოდ ცვლის საკუთარ პოლიტიკას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. აი ეს საკითხები ალბათ არის ის საკითხები, რაზეც უნდა შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი. ანუ იმის თქმა მინდა რომ სინამდვილეში ეს საუბარი უკვე აღარ ეხება მხოლოდ უკრაინის საკითხი გადაწყვეტილია, ამის თქმა უკვე ღიად შეიძლება კურსკის სპეცოპერაციით, მას შემდეგ რაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსებმა მოახერხეს და თითქმის მთლიანად გაწმინდეს კურსკის რეგიონი უკრაინული შენაერთებისგან და ის დაუშვათ გეგმა რაც ზელენსკის ჰქონდა რომ კურსკი უნდა გამოიყენებინა სავაჭროდ რუსებთან და ტერიტორიებს საკუთარ ტერიტორიებში უნდა გაეცვალა, ხო? ეს გეგმაც უკვე აღარ არსებობს, ამ გეგმას ხორშეს არ უწერია და შესაბამისად რუსეთი უკრაინაში იღებს იმას რაც მას უნდა და ტრამპიც ამაზე თანახმა და ეს გაცხადებულად უკვე ვიცით, თვითონ აცხადებენ ამას, თვითონ საუბრობენ, უბრალოდ მოლაპარაკებები მიდის კიდევ უფრო მეტზე ვიდრე უკრაინა არის და უკრაინის საკითხი. კი ბატონო, ირაკლი, თქვენ როგორ ფიქრობთ? ერთია რომ პუტინი და ტრამპი საუბრობენ, მინდა გითხრათ რომ თეთრმა სახლმაც უკვე დაადასტურა რომ მოლაპარაკებები მიდის კარგად, როიტერსმაც გაავრცელა ცნობა ამის შესახებ, მაგრამ ამ ფონზე და ამ საუბრის დაწყებამდე საკმაოდ ნერვული ჩანდა ევროკავშირი, ბრიუსელი, უშუალოდ საგარეო საკითხებში. ევროკომისარი კაია კალასი, სხვა მას ალტერნატივა ალბათ არ ქონდა, პრინციპში ესე დიპლომატიური ენით ლანძღავდა რუსეთს და უშუალოდ პრეზიდენტ პუტინს ის ამბობდა, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ყველაფერს ეცადა ევროკავშირი, რომ რაიმენაერად, რაიმე სახით პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვების შემდეგ აღმოჩენილიყო მოლაპარაკების ეგრეთ წოდებულ წრეში. არ მოხდა ეს, მაგრამ რატომ არის მაინც დონალდ ტრამპი ანთებული ენთუზიაზმით? ანუ ბრწყინავს დონალდ ტრამპი იმ მოლოდინით, რომ შეიძლება ეს მისი გარიგება, ხლა კარგი მოთამაშეა პოლიტიკურად ტრამპი, ვაღიაროთ ეს და მან იცის, რომ ერთადერთი დაბრკოლება ამ თამაში არის ვლადიმერ პუტინი. ერთადერთი პერსონა, რომელსაც შეიძლება გაურიგდეს. ევროკავშირი გამოირიცხა. ტრამპმა ისიც კარგად იცის, რომ თუ კი PR-ს ვლებს აკეთებს ბრიუსელი, მთელი ეს მათი ევროკომისრები სიმაღლის და მიხედვით, რომ დადგებიან იქ ბრიუსელში ან სტრასბურგში იმ პიუპიტრთან და თქვათ პირდაპირ ეს ბრწყელ განცხადებებს აკეთებენ, რომ აწიონ თამასა თავიანთი მდგომარეობის არ გამოსდით არაფერი. და შესაბამისად დარჩნენ ბორცს მიღმა ამ უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც მათ მოახერხეს, ჰქონდათ მსჯელობა, აქვთ საუბარი, რომ 40 მილიარდი ევრო უნდა გამოუყონ უკრაინას დახმარებისთვის.
შეიძლება ეთქვათ, რომ 400 მილიარდი ევროც გამოიყოთ, მაგრამ ვინ გადაიხდის ამ ფულს? გადასახდის გადამხდელი, ევროპელი, საშუალო სტატისტიკური ხომ და როგორ თუ კი რეცესია ევროპაში და სტაგნაციაში აქვს ეკონომიკა. იკეტება ქარხნები, უშვებენ მუშამოსამსახურეებს სახლებში და არ არის კარგი ეკონომიკური ვითარება. აი ამ ფონზე პრინციპში მიაღწევს თუ არა დონალდ ტრამპი წარმატებას, ევროპა გზიდან ჩახსნილია. ნუ ყოველ შემთხვევაში როგორც ამას თეთრი სახლი ხედავს, ან როგორც ამას ხედავს კრემლი. იცით რა, ზოგადად რო ავიღოთ ეს გლობალური პოლიტიკა და ეს საერთაშორისო სისტემის ფუნქციონირების მოდელები რო ავიღოთ, ხო? ევროპა 45 წლის მერე საერთოდ ჩახსნილი იყო გლობალური პოლიტიკიდან. იყო სხვა მოდელები, ბიპოლარული მოდელი, უნიპოლარული მოდელი, ნუ რომელიც სრულდება ახლა და ყველა ამ აღიარებს, რომ გადავდივართ მულტიპოლარულ მოდელზე. შესაბამისად ევროპას რო ქონოდა, ევროპას რო ქონდა შესაძლებლობა ისედაც გაუწევდა დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე. რადგან 45 წლის მერე ევროპის კონტინენტმა თავის უსაფრთხოების სისტემა გადასცა სრულად ამერიკის შეერთებულ შტატებს, რათა სოციალური კეთილდღეობისათვის ადგილობრივი მოსახლეობის. შესაბამისად ის ჩაიხსნა გლობალური პოლიტიკიდან. ეხლა რა თქმა უნდა ცდილობენ და შეეცდებიან, თუმცა ცდილობენ და შეეცდებიან, მიდის ამას საუბრები ჩვენ ვიცით, რომ ცდილობენ დიდი საერთო არმიის შექმნას, სამხედრო ინდუსტრიის განვითარებას, გარკვეული ფინანსების აკუმულაციას ამ მიმართულებითაც, თუმცა იქაც პრობლემები იქნებოდა, უშუალოდ ჰოლანდიელები უარს ამბობენ ამ ხრივ თავის შენატანი შეიტანონ და ამის ფონზე მე ვერ წარმომიდგენია ახლა უკრაინას რამე დახმარება ფინანსური გაუწიონ ევროპელებმა. თუნდაც ცალკე აღებული სახელმწიფოც არ ვიცი ახლა რომელი სახელმწიფო გაიღებს ამ დიდ თანხას თქვენ საუბრის მერე და თქვენი ანალიზის მერე რომელშიც ძალიან კაფიოდ იყო გამოკვეთილი რომ ევროპაში სერიოზული ეკონომიკური რეცესიის ფონზეა ფაქტობრივად ფუნქციონირებს მათი ეკონომიკები და ამის შანსი არ არის. ერთადერთი ძალა რომელსაც შეეძლო ეს ომის გაგრძელება ეს იყო შეერთებული შტატები. თუმცა იმის მერე რაც ამ უნდა ვაღიაროთ რომ არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების შეერთებულ შტატებში ორი მიდგომა გლობალისტური და კონსერვატიული, გლობალისტური, ლიბერალური და კონსერვატული რეალისტური. ამ რეალისტების და კონსერვატორების ანგლოსაქსონური ნაციონალისტების ასე რომ ვთქვა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გლობალიზმის, ეს თქვა, დედაქალაქი ვაშინგტონიდან გადავიდა ბრიუსელში. თუმცა მათ არ შესწევთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, მე ვაღიარებ, რომ მათ გააჩნიათ პოტენციალი სერიოზული, რომ მომავალში შეიქმნას ერთ გეოპოლიტიკური სერიოზული ცენტრი ევროპის სახით, რომელიც გლობალურ ამ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ეს მინიმუმ 5, ამას სჭირდება მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 10 წელი. და თუ ამ ეტაპზე ისინი ვერ ახერხებენ, ხო, ამიტომაც შემოიფარგლებიან ხო სიტყვიერი მუხარები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან ჩანს ახლა თავიდან ეს ადმინისტრაციის, ამერიკული ადმინისტრაციის ის რომ მოხდა ინაუგურაცია ტრამპის უცა შევიდა ძალაუფლებაში. რუბიოს ერთ-ერთი პირველი განცხადება იყო, რომ სოფლიო ხდება მულტიპოლარული და შესაბამისად სამი დიდი მოთამაშე ვართ. ეს არის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი. რუსეთი თავის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ეს არის ძალა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გლობალური პოლიტიკის ევრაზიის კონტინენტზე მინიმუმ. გლობალური პრობლემების გადაწყვეტა, მასთან ურთიერთობის გარეშე. და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ახალი ადმინისტრაციის თავარი ამოცანაა, აი თავარი კონკრეტული, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგის კონკურენტის ჩამოცილება ჩინეთის სახით. ეხლა გაჩნდა ახალი მოძრაობები, თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასე ვთქვათ, მიმართულებები არ, რეტროგრადები, რესტავრატორები, რომელსაც თავისებური მიდგომები აქვთ. და ამ ჯგუფების წარმომადგენლები მართავენ ამ პროცესებს დღეს საერთაშორისო ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში, რომელიც უქმნიან სტრატეგიებს, მიმართულებს, როგორ უნდა მოიხსნեն. და ამათი მთავარი ამოსავალი წერტილი ეს არის, რომ ჩინეთის წინააღმდეგ გარკვეული კამპანიის, ამ მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ გარკვეული ეკონომიკური იქნება თუ სხვადასხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმას. და შესაბამისად, აქედან გამომდინარე რუსეთთან ამ კონფლიქტის მიმართულებით საკითხის მოგვარება და რუსეთსა და ამერიკას შორის შეთანხმება, ეს არის გარდაუვალი პროცესი. ჩვენ დიდი ხანია მას ვიძახით ამ ტელევიზიიდან, რომ ეს მოხდება, ისინი მოილაპარაკებენ. არც რუსეთს აწყობს ეს ომი, სიმართლე რომ გითხრათ,
და არც აწყობდა თავიდან ახლა ბატონო ცოტნე ძალიან დიდი ანალიზი გაუკეთა როგორ დაიწყო ეს კონფლიქტი ზოგადად ორი თუ სამი იძულებული გახადეს რა თქმა უნდა რეაგირება მოეხდინა მიმდინარეობდა შესაბამისად რა მოხდა ამ ჯგუფებმა ვინც უკრაინაში იმ ადამიანთა ჯგუფმა იმ პოლიტიკურმა კლასმა რომელიც ამ გლობალისტებმა მოიყვანეს ხელისუფლებაში მათ ფაქტობრივად საკუთარი სამშობლო მოსვეს გლობალისტებს ზოგადად სამშობლო არ აქვს მაგრამ მაინც მოსვეს და გაანადგურეს ეს სახელმწიფო შესაბამისად რა უნდა ითქვას ახლა მეტი ამ მიმართულებით უკრაინა განწირულია ერთი შემიძლია დავამატო მას არანაირი მომავალი ამ სახელმწიფოს ღმერთმაქნას ვდებოდა იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობიდან გამომდინარე რაც ჯდება ევრაზიის კონტინენტზე ამ სახელმწიფოს მომავალი არ გააჩნია აი თქვენ წარმოგიდგენიათ რომ სახელმწიფო 55 მილიონიანი სახელმწიფო ყველაზე დიდი ევროპაში თუ დანიას გრენლანდიას ჩამოაცლებთ ტერიტორიები დაკარგა მოსახლეობა დაკარგა განახევრდა მოსახლეობა განახევრდა ფაქტობრივად კი ბატონო მსხვერპლზე და ამას ინფრასტრუქტურული და მთელი საერთოდ მეს ეკონომიკის განადგურება მოსპობა გამოიწვია და შესაბამისად იქცა ამერიკელების იმ დარჩენილ ტერიტორიაზე კოლონიური დანამატი რაც რესურსებს გაზიდავენ რაც აქვთ და მათ არ შეჩათ არაფერი ცუდია ძალიან ცუდია მე ვამბობ რომ მე გულის ტკივილით ვამბობ ამას ვინაიდან იქ არსებობს ჩვენ თითქმის ერთ რეგიონში ვართ მოქცეულები პოსტსაჭოთა სივრცე ასე ვთქვათ ხო ეს გეოპოლიტიკური რეგიონია და იმ სხვა სახელმწიფოზე არსებული პრობლემა შეიძლება დომინოს პრინციპით ჩვენზეც გავრცელდეს თუმცა იმედია დღესდღეობით ჩვენი ხელისუფლების როლში ძალიან წყნარ და მშვიდობიან ვითარებაში ხდება პროცესების განვითარება ჩვენთან და იმედია ასე გაგრძელდება მომავალში კი ბატონო ირაკლიმ საინტერესო მომენტია აღნიშნა რომ ჩვენ ვიცით ეს მთელი წინაპირობები გვახსოვს გარდა საქართველოს ასეთი ერთგვარი შანტაჟისა თუ რამდენ დავალებას შეასრულებდა ბრიუსელის მხრიდან იქ 12 პუნქტი იყო თუ 9 პუნქტი იყო და ასე შემდეგ ასევე გვესმოდა შემდგომში სპეკულირება რომ აი ომში მყოფი უკრაინა თურმე ყოფილა ჩვენზე უფრო კარგ და პრიორიტეტულ პირობებში და ის არის უკვე კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების და აი დავამატებ რაც ირაკლიმ ბრძანა არათუ პერსპექტივა თავად ევროკომისიის წარმომადგენლები დღეს უკვე აღიარებენ რომ ევროკავშირში ინტეგრაციაც უკვე პრობლემა გახდება პრობლემაა უკვე და არ მოხდება როგორც ეს წარმოედგინათ რამდენიმე თვის წინ ფრანგული გვარის და სახელის მქონე პირი იყო თავად რომელიც წარმოადგენს ევროკომისიას ახლა მე უბრალოდ ეს არ მიზან მიმართულად არ მომინიშნია მისი გვარი და სახელი რომ არ შემეშალოს ანუ თავად ევროკომისიაში უკვე ამბობენ რომ არ მოხდება ის რაც ილუზიებით კვებავდნენ საზოგადოებას ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ალბათ დიდი ალბათობით საქართველოზე ფიქრობ დამეთანხმებით ალბათ ხო თუ კი უკრაინა ჩვენზე წინ არის და ბევრი მოცემულობით როგორც ამბობდნენ და ეს კიდე ვირთაგანი ოპოზიციის წარმომადგენლები ახლა როგორია რეალობა აი ცოტნე თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა საქართველოსაც რომ გადმოვერთოთ პარალელები რო გავავლოთ აუცილებლად ვისაუბრებთ აი იმ საკითხზე რაც მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი რომ ტრამპს აქვს აგრეთვე პრიორიტეტად საუბარი შავი ზღვის პორტებზე წარმოიდგინეთ რომ დასახელებული არ არის ეს პორტები მაგრამ იმ კონფიგურაციიდან გამომდინარე რაც გეოპოლიტიკაში ახლა ხდება მათ შორის კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში რასაკვირველია ტრამპს აქვს დიდი გეგმები და არც თუ ისე მარტივადაა საქმე ევროგლობალისტები რო წერენ თქვათ დასავლურ გამოცემებში იქნება ეს RFI, Deutsche Welle თუ რა ვიცი მთელი რიგია BBC და ასე შემდეგ რომ ის იზოლაციონისტურ პოლიტიკას ემხრობა ამ გლობალიზმზე უარს ამბობს აი იმ დომინანტაზე რაც ბაიდენის ადმინისტრაცია ქონდა რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცხელი წერტილები გაეღვივებინა დაეარსებინა ბევრი თქვათ სამხედრო ბაზა გადაწყვეტომოდა ტაივანს და ასე შემდეგ და ამაზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? წავა თუ არა პუტინი რაიმე სახის დათმობებზე თუნდაც ამ კონტექსტში. ჩვენ რადგან თქვი მოდით ბარემ დავასრულებ ძირითადი პორტები გავანებოთ თავი თქვათ ბულგარეთს და რუმინეთს იქ მაინც ნატოს
ტერიტორიები, ასე ვთქვათ. არის პორტი ილიჩოვსკი, ოდესა, რომელიც დიდ კითხვის ნიშანს სვამს თავად როგორც ქალაქი, ამას წინათ უკრაინელები გაამტყუნა ევროსასამართლომ აი ცნობილი პროფკავშირების სასახლეზე ადამიანების დაწვის გამო, ესეც არ არის შემთხვევითი. ყირიმი, რომელსაც აუცილებლად ასევე ამ გადაცემაში ხაზს გაუსმევთ, რა ხდება ყირიმის ირგვლივ და აგრეთვე არის, საქართველო, თუმცა აქ არის რებუსი. ანუ კითხვის ნიშნები არის, ჩვენ არ ვიცით. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ამ კონტექსტში ის საუბარი, რაც ახლა მიმდინარეობს პუტინს და ტრამპს შორის. მეტი კონკრეტიკა რა შეიძლება ვიგულისხმოთ? კი ბატონო, პირველ რიგში აი ევროკავშირისა და უკრაინის ურთიერთ მიმართებაზე ვილაპარაკოთ. ის რომ დაუშვათ ევროკავშირისთვის დღეს უკრაინა აღარ არის მიმზიდველი, გასაგებიც არის, იმიტომ რომ თვითონ ევროპას და ევროკავშირს და მას წამყვან ეკონომიკას დაუშვათ გერმანიის სახით, ხო, სერიოზულ რეცესიაშია და თავად აქ პრობლემები ეკონომიკური, რომლის დაძლევა დღის რიგში უდგას, მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ტრამპი გამოდის და ევროპულ ინდუსტრიებს, დაუშვათ მანქანათმშენებლობის ინდუსტრიებს მოუწოდებს ამერიკაში გადასვლისკენ და ემუქრება ევროკავშირს 25%-იანი სატარიფო გეგმის ცვლილებით, გაზრდით, ანუ სატარიფო გეგმის გაზრდით. შესაბამისად, უკრაინა, რომელიც უკვე დიდი ხანია პრობლემაა, 2022 წლის 24 თებერვლიდან უკვე პრობლემაა ევროკავშირისთვის და კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცა ტრამპის მოსვლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტად. მისი გაწევრიანება ევროკავშირში ეს ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების და პრობლემების კიდევ უფრო გაღრმავებას და გაზრდას ნიშნავს. რაც შეეხება დაუშვათ იგივე პორტების საკითხს, აქ მნიშვნელოვანია ის კონტექსტის გავითვალისწინოთ, ჩვენ დაუშვათ ქართულ კონტექსტს შემოვიყვანთ, ანაკლის პორტი, რომელიც დაუშვათ არის ჩინური კონსორციუმის მფლობელობის ქვეშ, ყოველ შემთხვევაში ანუ ჩინურმა კონსორციუმმა უნდა ააშენოს, ხომ და პრინციპში არის ჩინური ინტერესების გამოხატულება საქართველოში, ხო, თუ ჩვენ იმჯერობას გავყვებით და შეთანხმებაც გვაქვს დადებული ოფიციალურად, ხო და თუ ჩვენ იმჯერობას გავყვებით რომ ტრამპი დაუშვათ რუსებთან რაღაცა დათმობებზე მიდის იმის სანაცვლოდ რომ ჩინეთის შეკავების პროცესი გააძლიეროს დაუშვათ იგივე რუსეთი გახდეს აი ამ პროცესის მონაწილე, მაშინ ეს ანაკლის სპორტის საკითხიც კითხვისნის ქვეშ ჩდება საქართველოშიც, იმიტომ რომ ოდესაზე შეიძლება უფრო მარტივად შეთანხმდნენ პუტინი და ტრამპი, ვიდრე დაუშვათ ანაკლის სპორტზე შეთანხმდნენ ჩინელებთან დაუშვათ ამერიკელები და აი ეხლა ხავს ნახე ინფორმაცია რომ ძალიან საინტერესო ჩინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გამოვიდა კიდევ ერთხელ ინიციატივით და ამბობს რომ ის მზად არის უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხში მიიღოს შეიტანოს თავისი წვლილი თუ ამის სურვილი ექნება თავად უკრაინას ანუ ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ეს ჩვენ ხო ვიცით ჩინეთი როგორ მოქმედებს ჩინეთის მოქმედების სტილი და სისტემა როგორია ის შედის კაპიტალით ის იმ კაპიტალს აბანდებს ეკონომიკური ექსპანსია კი ბატონო, ამის პარალელურად ჩვენ ნახეთ მთელი რიგი რაღაცა დრამატურგია, აი მინერალების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე ტრამპსა და ზელენსკის შორის, ხო? ამასთან ერთად, როდესაც ჩინური ინტერესი, ჩინური კაპიტალის ინტერესი იკვეთება უკრაინაში, ეს არ ვიცი, ეს შეიძლება ამერიკის შეკავების საკითხიც იყოს, უკრაინის დასავლური კაპიტალის შეკავების საკითხიც იყოს უკრაინაში და ამ მიმართულებით შეიძლება რუსული და ჩინური ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდეს, დაუშვათ აი იმ დარჩენილ ნაწილში რასაც როგორც დარჩება ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ტერიტორიულ გეოგრაფიულ არეალშიც დარჩება როგორც სახელმწიფო იმ გეოგრაფიულ არეალშიც კი რაღაცა დასავლური ამერიკული კაპიტალის ნაცვლად იქ თუ ჩინური კაპიტალი შევა ეს შეიძლება რუსეთის ინტერესშიც იყოს ასე რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებაა და პრინციპში ხო ანუ ტრამპისა და პუტინის ეს საუბარი თავიდან რაც თქვი ის რომ აქ უკრაინაზე მეტი წყდება იმიტომ რომ აქ წყდება ზუსტად დაუშვათ შავი ზღვის ბედი ჩვენი რეგიონის ბედი წყდება ბედი თუ როგორი იქნება თანამედროვე მსოფლიო უახლოესი რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში იმიტომ რომ თუ ჩვენ აი ტრამპის იზოლაციონიზმზე როდესაც არის საუბარი ხო უბრალოდ ძალიან მარტივად უნდა დააკვირდე
იმას თუ რასაკეთებს და პანამის არხზე პირველივე შეტევა და ის რომ წაართვა ტრამპმა ჩინელებს ეს არხი მეორე რასაც აკეთებს გრენლანდიასა და კანადის შემოერთების ეს სურვილი იმას მიანიშნებს ზუსტად რომ ტრამპი იზოლაციონისტი საერთოდ არ არის პირიქით ის ცდილობს იმ სავაჭრო გზების კონტროლს დაუშვათ იგივე ჩრდილოყინულოვანი ოკეანის სახით გრენლანდიის შემთხვევაში პანამის არხის შემთხვევაში იმ სავაჭრო გზების კონტროლს რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზებია ჩინური დაუშვათ პროდუქციის ექსპორტისთვის ხო რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ ერთ-ერთი თავის ეკონომიკური მდგომარეობით ერთ-ერთი მოწინავეა იაფია და სერიოზულ კონკურენციას უწევს უკვე ძალიან დიდი ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებს ხო აქედან გამომდინარე ის საერთოდ არ არის იზოლაციონისტი უბრალოდ ის გაუაზრებელ ხარჯებს ასე რომ ვთქვათ როგორც თვითონ ეძახიან მასკის და მათ შორის ტრამპის რომელსაც ის დებდა იმ მიმართულებით რომელიც დღეს მისი გუნდის მისი პოლიტიკური ამერიკის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მსოფლმხედველობის და პოლიტიკური ანალიზის მიხედვით აღარ არის საინტერესო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იქიდან ცდილობს რომ ამერიკის შეერთებული შტატები გავიდეს უბრალოდ გავიდეს არა მთლიანად არამედ თუ იმ შემთხვევაში თუ შეიცვლება გეოპოლიტიკური მოცემულობა მსოფლიოში და იცვლება ხოლმე რამდენიმე თან აწლეულში ერთხელ ხო თუ ამისთვის ის მაინც მზად იქნება იმიტომ რომ ის იქ ევროპიდან ევროპიდანაც თუ გავა დაუშვათ აი თუ როდესაც არის საუბარი გერმანიდან დაუშვათ ჯარების გაყვანაზე და ასე შემდეგ ის გავა ისე რომ მას ექნება შანსი პოლონეთში გავა დაუშვათ ან ასე შემდეგ ხო ანუ იქ აუცილებლად დაიტოვებს ისეთ დასახდენს რომელშიც შემდეგ მომავალში თუ დაჭირდება შეუბრუნება შეიძლება ხო აქედან გამომდინარე ეს მოლაპარაკებები ეს საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის რომელიც ნუ იმედი გვაქვს რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი ჩვენს გავიგებთ უშუალოდ რაზე ისაუბრეს და რაზე შეთანხმდნენ არ ვერ შეთანხმდნენ ამ ორი ქვეყნის ეს ლიდერები მაგრამ ფაქტი ის არის რომ ახალი რასაც ჩვენ ვამბობდით იმის გაფორმება ხდება ჩვენ ვღებულობთ ახალ მსოფლიო წესრიგს ეს იქნება მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი სადაც რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები აუცილებლად იქნებიან დიდი გლობალური მოთამაშეები და ალბათ ჩინეთიც უბრალოდ ეს ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ არის კი ბატონო და აქვე ბარემ დავამატებ რომ თუ გახსოვთ წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპმა თავის გამოსვლისას ინგლისურად 9 უნდა დავიწყოთ ანუ ბურღვა უნდა დავიწყოთ ხო და აი გუშინ იყო სწორედ ინფორმაცია რომ აპირებს ააგუგუნოს ეს ნახშირის მოხმარება კვლავ ანუ სულ ეს ევროპული ბოდოა პუტინმა უწოდა სხვათა შორის გვალდაის კლუბში რომ ვაფრთხილებდი მე ამათ ჯერ კიდე თავის დროზე რა მწვანე ეკონომიკა რის მწვანე ეკონომიკაო ხო თუ გახსოვთ და რადგან ტრამპს ასეთი გეგმები აქვს და აქვე ტრამპის ადმინისტრაცია გავრცელდა ინფორმაცია ეს არის ესეთი სააგენტო სემაფორი რომლის უკანაც დგანან გამოცდილი ჟურნალისტები მინდა გითხრათ რომ აი ეს ხელმძღვანელი პირები ჟურნალისტები მუშაობდნენ როგორც ნიუ-იორკ ტაიმსში ასევე ბლუმბერგში და ეყრდნობიან წყაროებს ტრამპის ადმინისტრაციაში თან ორ წყაროს ეყრდნობიან კლასიკა ეს ჟურნალისტიკის რა თქმა უნდა და ამბობენ რომ აი ამ საუბრის დროს, აი ხო ჩვენ ვხედავთ აქ სამი ადამიანი და საუბრობთ, ასევე ტელეფონით ამდენი ხნის განმავლობაში ლაპარაკობენ პრეზიდენტი ტრამპი და პუტინი. მანამდეც ითქვა რომ ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გასტანს ეს საუბარიო, ანუ იყო შესაძლებლობა რომ მთელი რამდენიმე საათი შეეძლოთ ესაუბრათ ამ მოლაპარაკებებისას. და აი ეს სემაფორი წერს იმაზე რომ ამერიკის შეერთებული შტატები შესაძლოა გეგმავდეს აღიაროს ყირიმი რუსეთის ტერიტორიად. ეს სერიოზული განაცხადია. მართალია ახლა ეს სემაფორი ავრცელებს. ნუ ეს სააგენტო ძირითადად გათვლილი არის შიდა ამერიკულ აუდიტორიაზე. მე გადავხედე დაახლოებით 67% ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, საკმაოდ ისე დადებითად ახასიათებს ამ გამოცემას და უკვე აღნიშნე რომ პროფესიონალი ჟურნალისტები არიან, სტაჟიანი ჟურნალისტები ამ გამოცემის უკან. ასეთი რამ რო ითქვა, რა თქმა უნდა, ეს ახლა აჭრელდა მთელი რუსული მედია ამ ინფორმაციით და
მანამდე ტყუილად არ აუღნიშნეთ ეს შავი ზღვის აუზი და პორტები. ეხლა ეგ ცოტნე უფრო გაშალა თემა, იქ იყო საუბარი ჩინეთზე, ასევე ანაკლიაც იყო ნახსენები, მაგრამ თუ კი მართლაც ტრამპი დგამს ამ ნაბიჯს, ან ამერიკელები საბოლოო ჯამში ხვდებიან, რომ ყირიმი არის როგორც ნიშნულოვანი სამხედრო საზღვაო ბაზა, მთლიანად ეს ნახევარკუნძული რუსეთისთვის და ფუჭია იმის მოლოდინები, რომ დაახლოებით პლუს-მინუს ნახევარი საუკუნიდან ერთი საუკუნის განმავლობაში რუსეთს ის ვინმე რაიმენაერად მას წაართმევს. აქედან გამომდინარე პრეცედენტებიც არსებობს ისტორიოგრაფიაში, აი თუნდაც საბჭოთა კავშირს, ამერიკის შეერთებული შტატები დღიდან მისი დაარსებისა, ვიდრე 33 წლამდე, 1933 წლამდე ოფიციალურად არ აღიარებდა. მერე მოხდა ისე, რომ აღიარა, შეიცვალა ხო რაღაც პარადიგმა. აქვს თუ არა საფუძველი ამას აი ამ ინფორმაციას, რომ მართლაც დაიდოს მოლაპარაკების ასწორს. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებით ვერ ვიტყვი ჩვენ ახლა, თუმცა ინფორმაცია მგაჟონა, რომ ტრამპი აპირებს ყირიმის აღიარებას როგორც რუსეთის ტერიტორიით. საერთოდ ბატონი ცოტნე საუბრობდა იმაზე, ახალი წესრიგის შექმნას და ახალი წესრიგის მთავარი მოვლენა ეს არის სახელმწიფოთა საზღვრების სრულებები. ზოგიერთ სახელმწიფო საზღვარი იზრდება, ფართოვდება ეს სახელმწიფო, მათი ერის სასიცოცხლო სივრცე ფართოვდება, ზოგიერთ ის მცირდება. თუმცა ამ სემაფორის განცხადებაზე მე მენიშნა ამ კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან საინტერესო განცხადება ყირიმელ თათრებთან დაკავშირებით. სასმა პირდაპირ განაცხადა, რომ ჩვენ ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ვაღიარებთ ყირიმს როგორც უკრაინის ტერიტორიის ნაწილად და ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე ყოველთვის დავაყენებთ ყირიმელი თათრების უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. სავარაუდოდ ეთყობა ერდოგანის ადმინისტრაციაში ცნობილია ეს სიტუაცია, ეს ყირიმის თემა და აქედან მე არ გამოურიცხავ მართლა იყოს ამაზე საუბარი ამის აღიარებაზე. ვინაიდან საერთოდ მოლაპარაკებები როცა მიმდინარეობს, ჩანს, რომ აი ტრამპის საგარეო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი როგორც უკვე ამბობდით, ჩინეთის მიმართულება. თუმცა სანამ ჩინეთის საკითხები მოგვარდება, სოფლიოში აი ევრაზიის კონტინენტზე არსებობს გარკვეული ცხელი წერტილები, რომლის ჩახშობა სურს რათა საბოლოოდ უკვე მთლიანი თავის რესურსებით მოიცალოს ამ ერთ სახელმწიფოს მიმართ. ვინაიდან ბევრი ამერიკელები უკვე წერთ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები, რომ ფაქტობრივად ბიპოლარული სტრუქტურის შექმნა სურთ, აი დაუშვათ თუ იყო იდეოლოგიური დაპირისპირება საბჭოთა პერიოდში კაპიტალისტურ სამყაროსა და სოციალისტურ შორის, კომუნისტურ ბლოკს შორის, ხო? ახალი ტერმინი, ადრესეს გლობალისტები იყენებდნენ, თუმცა აი დემოკრატიასა და ავტოკრატიის შორის. და ავტოკრატიზმის ერთ-ერთ ლიდერად მოიხსენიება ჩინეთი სხვადასხვა სამეფოში. თუმცა მანამდე ხდება ამ სხვა რეგიონებში, მოდიმე რეგიონი იყო მოხსენებული, ევროპა, უკრაინის თემა, ახლო აღმოსავლეთი და ასე შემდეგ. როცა მიდის მოლაპარაკებები, ახლა ეს პოლიტიკური ვაჭრობა როცა მიმდინარეობს, არის საკითხები, რაღაცა რუსეთსაც მოუწევს რაღაცის დათმობა, შესაბამისად შეერთებულ შტატებსაც. კი, მართალია, თავიდან ყველა თამასაც ძალიან მაღლა წევენ, თუმცა კონსენსუსის დროს ნელ-ნელა დაბლა ჩამოდიან და მიმდინარეობს კონსენსუსი. კონსენსუსამდე მიდიან. შესაბამისად მე საერთოდ არ გამოურიცხავ და მე დიდი ალბათობით ყირიმის აღიარება მოხდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს დაახლოებით იგივეს გაკეთება დანიის მიმართულებით, გრენლანდიაზე მაქვს საუბარი, რაც თავის დროზე 14-ში რუსეთმა გააკეთა უკრაინასთან მიმართებაში. ანუ ყირიმში რეფერენდუმი შემოერთება. მას ხო ჭირდება სხვა სახელმწიფო, რომელიც ამას უღიარებს და სავარაუდოდ ის გლობალისტური პოლიტიკური კლასი, რომელიც ბრიუსელში აკუმულირებოდა, იქ არის დამჯდარი, ხო ის ევროპელები არ მგონია უღიარონ, ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო, მეორე ნატოს წევრი სახელმწიფოს და ართმევს ტერიტორიას. შესაბამისად მას ჭირდება დიდი მოთამაშე, რომელიც უღიარებს იმ მომავალ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგას მან გრენლანდიასთან მიმართებაში. და თუ ამას უნდა დავამატოთ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, თუნდაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ყველა აღიარებს, რომ სოფლიოში არის სამი დიდი მოთამაშე. მათთვის მთავარია ახლა დანია უღიარებს თუ არა ამ გრენლანდიას, უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რუსეთი და უფრო დიდი სახელმწიფოები მაგრამ უღიარო. აქედან გამო მე არ გამოურიცხავ და საერთოდ რეალურადაც მიმაჩნია. მაგრამ საქართველოში მე როგორ უყურებთ ამას? ყირიმს უღიარებენ, თუმცა დანარჩენ ტერიტორიებს, რაც აქვს მის გარშემო ის 4 ყირიმის გარდა კიდე 4 ობლადი ოლქი. ხო, იმის აღიარება არ მოხდება უბრალოდ დე ფაქტო იმის აღიარება, რომ დე ფაქტო არის რუსეთის კონტროლის ქვეშ.
და მე არ ველოდები ხა ზოგიერთი რუსი სპეციალისტი ამბობს რომ ჩვენ პუტინმა განაცხადა და ჩვენ ვითხოვთ იმ ტერიტორიებს, დონბასის ტერიტორია, რომელიც დაკავებული არა აქვს რუსეთს, რომელიც კონსტიტუციით შემოიერთა, არ მგონია ახლა ეს ამ ტერიტორიების დაუთმონ, ვინაიდან საერთოდ ტერიტორიის გადანაწილება ხდება იმ ბალანსის მიხედვით, რაც ჯდება მიწაზე და მიწაზე ეს ბალანსი აქვს ამ შემთხვევაში და ტრამპი და ამერიკული მხარე ახლა ამას არ დაუშვეს, პირდაპირ აჩუქოს, გააჩუქოს ყველაფერი. და ხდება გასაგებია. თუმცა არ ვიცი ახლა შავი ზღვის თემაზე იყო საუბარი კიდე და ოდესის სპორტის თემა კიდე ძალიან საინტერესოა. ეთქვა ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მიდის, ვინ გააკონტროლებს ამ ოდესის სპორტს. იცით რა, მე ცოტა სხვანაირად უყურებ, მე არ მგონია. ხორბალიც ნაწილდება იქ. ხორბალიც ნაწილდება, სავარაუდოდ ის რესურსები, რომელიც გატანა მოხდება იმიდან, რა ქვია, იშვიათი ლითონების მოპოვებას სურთ, ოდესის სპორტს დააწვევა ძირითადში. შესაძლოა რამე რუსეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებმა ისე მოილაპარაკონ, კარგულ კოოპერაციის მიხედვით მოახდინონ მისი მართვა რაღაც ამდაგვარი ეს, თუმცა ეხლა მე არ მგონია ძალიან შორს ვარ იმ აზრიდან, მივიდეს და შეერთებულ შტატებმა მოლაპარაკებებს და ოდესის ოლქი დაუთმოს რუსეთს, არ მოხდება ასე რაღაცა, ეს არის ზღაპრები ზოგიერთი სხვადასხვა აუცილებს ამასაც. და უსულთ რომ ოდესის ოლქი, თუმცა ეხლა ის გერგებაში რაც ძალის მიერ მეთოდით მიიღებს, სხვას არავინ არაფერს არ მოგწევს. ერთადერთი ამერიკის შეერთებულმა რუსეთმა რომ დაუთმოს რაღაც ამ ასპექტში, ეს იქნება ჩემი აზრით ყირიმის აღიარება რუსეთის ტერიტორიად. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება მოვლენები ამ ტერიტორიაზე. კი ბატონო, აი კოოპერაციას რაც შეეხება ახლა ცოტნე აქ საუბარია ასევე ფერად ლითონებთან დაკავშირებით წიაღისეულთან უფრო სწორად და ის დრამატურგია ახსენეთ თქვენ რაც მოხდა იქ ოვალურ კაბინეტში და მოეწერა ზელენსკის ხელი აი ამ წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ რუსებსაც არ ძინავთ. ანუ განსაკუთრებით საგარეო დაზვერვას პუტინი ისევ და ისევ სწორედ ამ სამსახურიდან მოდის და დასწრებაზე იმოქმედა. ანუ ამერიკელებს ტრამპს უშუალოდ თავად შესთავაზა რომ მოდით ჩვენთან აქ რუსეთის ტერიტორიაზეც დაიწყეთ 9 ამ წიაღისეულის და წაიღეთ. ანუ არის ასეთი მომენტი. და ამავე კონტექსტში ახლა როდესაც სპორტებზე არის საუბარი, ოდესის სპორტი გასაგებია, პრინციპში ჯერ გაურკვეველია, ვინაიდან საომარ მოქმედებაშია ეს თვითონ სიტუაცია, უკრაინა ომში იმყოფება. მაგრამ აქ საინტერესოა ეს ჩინური მომენტიც. დღეს მაგალითად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა შეხვედრა ჩინეთის ელჩთან. და როგორ ფიქრობთ, გარდა ამისა, პარალელურად ჰქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრს ბოჭორიშვილს ტულსი გაბარდთან, რომელიც ასევე არის ნაციონალური უსაფრთხოების, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი შეფი. ეს ხომ არ ემთხვევა ძალიან ერთმანეთს, თუნდაც აი ანაკლია ქონდა თქვენ ნახსენები. მოდი თქვათ პირდაპირ, მართალია რუსეთი და ჩინეთი ახლა პარტნიორულ ურთიერთობაში იმყოფებიან, მაგრამ ამერიკელების დაზვერვაც საკმაოდ განვითარებულია, საკმაოდ გამოცდილია და ისიც კარგად იციან, რომ რუსეთს როგორც ძერჟავას და როგორც აი ამ ველიკორუსული ამბიციის მქონე ზესახელმწიფოს ნამდვილად გულზე ეხლა დიდად არ ეხატება ჩინეთი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელების საწინააღმდეგოდ ბერკეტად ჩინეთთან ურთიერთობა ჭირდება. აი აქ არის ზაღლის თავი დამარხული. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა, აი ახლო მომავალში, ჩვენ არ ვიცით, ეხლა ალბათ დაიდება ელვით ეს ინფორმაციები, ეს ტიზერები წამოვა, რა განცხადებები გაკეთა, რა შეთანხმებებს მიაღწიეს ტრამპმა და პუტინმა. მე სიმართლე გითხრათ, ძალიან მაინტერესებს. ხო და აქედან გამომდინარე, რადგან შავი ზღვის სპორტებზე იყო საუბარი, ესეც საინტერესო ფაქტია. თუნდაც ჩინეთის ელჩის ყოფნა საქართველოს პრეზიდენტთან. კი ბატონო, აი რუსულ წიაღისეულებზე, ანუ პუტინის შეთავაზება ამერიკელებს რუსულ წიაღისეულებთან დაკავშირებით დღეს ფინანსთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების თქვა, ანუ კონკრეტულად არც ერთი მიმართულებით არ უთქვამს, თუმცა თქვა, რომ ტრამპმა მას დაავალა санкციების პოლიტიკის გადახვედა, ამერიკის შეერთებული შტატების санкციების პოლიტიკის გადახვედა
გადახედვა და ხო ეს პრინციპში ძალიან ბევრმა დააკავშირა პუტინის შეთავაზებას დაუშვათ აი ამ წიაღისეულებზე და არა მარტო ვაჭრობასთან დაკავშირებით და აი ამ ურთიერთობასთან მათ შორის ჩვენ გვახსოვს რომ რუსებმა შესთავაზეს თუ ნორმალიზება მოხდება კონფლიქტის უკრაინაში რუსებმა შესთავაზეს ისევ ენერგომატარებლების მიწოდება ევროპელებს ჩვენ არ არის პრობლემა რა გვაქვს თუ თქვენ ეს გენდობება ჩვენ შეგვიძლია ეს განვაახლოთ ისევ ხო აქედან გამომდინარე ხო ეს ძალიან რეალური პერსპექტივაა და საერთოდ არ არის გამორიცხული რაც შეეხება ჩვენ საკითხს ბავშვად იგივე ანაკლიის სპორტის საკითხს ხო აქ ჩვენთვის ძალიან მარტივად და ამავდროულად ძალიან ცუდად დგას ეს საკითხი იმიტომ რომ სამწუხაროდ უბრალოდ სამწუხაროდ დგას ეს საკითხი იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში ხო არავინ არ გვეკითხება ანაკლიაში პორტი აშენდება თუ არა ეს არის რაღაცა ჩვენგან დამოუკიდებელი ასე ვთქვათ აი დიდი გლობალური მოთამაშეების მიერ შეთანხმების საგანი უნდა იყოს რაზე შეთანხმდებიან ისინი ეს რთული სათქმელია იმიტომ რომ რის ჩვენ ყველა ხვდებით ახლა და ამაზე ვსაუბრობთ რომ ისინი ვაჭრობენ ერთმანეთთან ტრამპი და პუტინი დღეს ერთმანეთთან ვაჭრობს ხო ვაჭრობის საკითხი რომ არის უკრაინა ეს გასაგებია და შეიძლება უკვე შეთანხმებულიც არის ეს საკითხი მაგრამ ამის გარდა რომ ვაჭრობის საკითხი იქნება საქართველოს ხო ესეც ცალსახაა და ნათელია და შესაბამისად ვის რა დუღირს დაუშვათ საქართველოს ანუ რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება რუსეთისთვის საქართველოს ფაქტორი ან რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ამერიკისთვის საქართველოს ფაქტორი აი ბევრი რაღაცა იქნება ამაზე დამოკიდებული საბოლოო ჯამში თუ რა პროცესები როგორ განვითარდება ქვეყნის შიგნით იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ რაც მოსალოდნელია პრინციპში ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვი აზროვნების მიდის იქამდე რომ საქართველოს ნელ-ნელა გახდება დაუშვათ რუსული გავლენის ნაწილი და სფერო ნაწილი ხო ამ შემთხვევაში აქ კიდევ ერთი კითხვა შემოდის რაც ბატონ დავით თქვენს თქვით რომ რამდენად არის მისაღები რამდენად ეხატება გულზე ასე რომ ვთქვათ რუსეთს ჩინეთი ხო აქაც კი ბატონო აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში რომ ეს რაღაც ურთიერთსიყვარულზე აგებული ურთიერთობა არ არის ნამდვილად ეს არის უფრო იყო ყოველ შემთხვევაში ურთიერთსაჭიროებაზე აგებული ურთიერთობა და თუ ეს საჭიროებები დღის წესრიგიდან ჩაიხსნა, ხო, ანუ არაერთხელ გვითქვამს ჩვენც, რომ დაუშვათ ის რესურსები, რისი გაყიდვაც ევროპა დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შემდეგ რუსეთს შეეზღუდა და რითაც შეექმნა მას გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, ხო, რომელიც მე აანაზღაურა ჩინეთით და აზიის ქვეყნებში აი ამ ნედლეულის იქნებოდა თუ ენერგომატარებლების გაყიდვით, ხო, ექსპორტით. ეს ექსპორტი იგივე ჩინეთთან მიმართებაში, ხო, საბაზრო ფაზზე დაუშვათ ნავთობს ან გაზს, საბაზრო ფაზზე თითქმის ორჯერ ნაკლებად ყიდულობს ჩინეთი რუსებისგან. ეს არის ფაქტობრივად ძარცვა, ხო, რეალურად რო შევხედოთ ძარცვა, თუ საბაზრო ღირებულება ბარელზე არის დაუშვათ $100 ყიდულობს $50 და რუსეთი ამაზე იმიტომ დათანხმდა, რომ რუსეთს მაშინ სხვა გზა არ ქონდა. და რუსები ხო ამას ხედავენ, რუსები ხო ამას აანალიზებენ, უყურებენ ამ პროცესს. შესაბამისად, მათ თუ მიეცემათ შანსი იმისა და თუ გაუჩნდებათ შანსი იმისა, რომ ეს დამოკიდებულება, რომელიც მათ არ მოსწონს ჩინეთზე, ჩაიხსნას ან დააბალანსოს ამერიკელებთან ისევ აი ამ სავაჭრო საფინანსო და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით, ისინი ამას აუცილებლად იზამენ. ხო, შემდეგ უკვე საქართველოსთან მიმართებაში იქნება თუ არა რუსეთისთვის ჩინური პორტის არსებობა საქართველოში მისაღები, ეს კიდე დროის საკითხია და იმის საკითხია თუ რაზე და როგორ შეძლებენ ჩინელები და რუსები შეთანხმებას, იმიტომ რომ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ, აი ამ ვაჭრობის დასრულების შემდეგ, აუცილებლად ივაჭრებენ ჩინელები და რუსები. აი იმ საკითხებზე ივაჭრებენ, რაზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ. ის მდგომარეობა, რომელიც დღეს რუსეთს აქვს ჩინეთთან ურთიერთობაში, ხო, არ არის თანაბარი. როგორც დაუშვათ რასაც იძახდა პუტინიც, ხო, დასავლეთთან მიმართებაში, ჩვენ ისინი არ აგვიქმავენ როგორც თანასწორად. რაც მე პრინციპში აღიარეს, ხო, თვითონ ამერიკელებმაც საქსმა და რუბიომ და სხვა თქვენს, რომ ჩვენ არ ვითვალისწინებდით რუსულ ინტერესებს. ჩვენ როდესაც რუსები წითელ ხაზებს გვივლებდნენ, ჩვენ არ ვაღიარებდით ამ წითელ ხაზებს და მოქმედებდით ისე, როგორც ჩვენ რაღაცა მონოპოლარული სამყაროს აი ამ ჰეგემონიის პრინციპებიდან მიგვაჩნდა სწორად და ეს არ იყო სწორი, ხო? ან ევროპული მედიის მხრიდან იყო აგრეთვე ქილიკი
იმასთან დაკავშირებით, რომ აი რუსეთში პოპულაცია უკვე ბერდება, ხალხი აღმოსავლეთიდან იქ უკვე აღარ რჩება, ქალაქები იცლება და ჩინეთი იყენებს ბერკეტებს და ახდენს ექსპანსიას, ანუ ცოტა ხანში რუსეთი აღარ იქნება, ჩინეთი აითვისებს რუსეთს. აი დაახლოებით ამ შინაარსის განცხადებებიც იყო და ეს გულზე მალამოთედებოდათ, ანუ ქილიკი იყო, მაგრამ ამაში რაღაცა გარკვეული სიმართლის ელემენტები არის, იმიტომ რომ დაუშვათ იქით რუსეთის აღმოსავლეთით ჩინური კაპიტალი ბრძოლად არის შესული და ამასაც რუსები აღიქვამენ და რუსები ხვდებიან, რომ ანუ აქ რაზე არის საუბარი, ხო? რომ ჩინელებიც უნდა დააბალანსონ. კი, რა თქმა უნდა, ანუ აქ ამერიკელების რუსებს რა დასავლეთის ზულთ ან ამერიკელების ზულთ ამაზე ხო არ არის საუბარი, პირიქით მათ უნდათ რომ ამ სისტემის ნაწილი განხვდარიყვნენ, როგორც ჩვენ ვამბობდით და თვითონაც ამბობდნენ ამერიკელები, მათ ისინი არ მიიღეს, რაც რუსებმაც გვეს, ხო? აქედან გამომდინარე რუსები ხვდებიან, რომ მნიშვნელობა არ აქვს საფრთხე საიდან წამოვა დასავლეთიდან თუ წამოვა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ხო? აქედან გამომდინარე ისინი ეცდებიან, რომ ითამაშონ დამაბალანსებელი როლი, როგორც ამერიკელებთან მიმართებაში ჩინელებისთვის, ასევე ჩინელებთან მიმართებაში ამერიკელებისთვის და პრინციპში თუ ამას ისინი შეძლებენ, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება თუ ამას შეძლებს, ისე როგორც ალბათ ჩაფიქრებულიც აქვს, ყველაზე კარგ მდგომარეობაში შეიძლება რუსეთის სახელმწიფო აღმოჩნდეს უახლოესი რამდენიმე 10 წლების განმავლობაში. ხო და აი ასე მასშტაბურად ეხლა ცოტნე თქვენ კი ჩამოაყალიბეთ, მაგრამ ასე რომ უდგებოდნენ თუნდაც აი ეს ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში და ხვდებოდნენ რომ პრაგმატულად აქ არის გლობალური პოლიტიკა და ეს მსოფლიო პოლიტიკა არის და უშუალოდ მცირე სახელმწიფოთა გადარჩენის თვალსაზრისით აი ეს ვაჭრობა კარგი გაგებით. ტვინი რომ შეარხიონ ან გაანძრიონ, რა ვიცი როგორც გნებავთ ისე და არა ისე როგორც ეს პროსტიტუირებული პოლიტიკოსები ჩადიან ახლა და ხვდებიან ყოფილ გაბრიელიუს ლანდსბერგის საგარეო საქმეთა მინისტრს და აბარებენ ანგარიშს და პრინციპში სტოვრის ფუნქცია აქვს. რომ აი ეს ყოფილები ვინც იყვნენ მაღალჩინოსნები და შემდეგ უკვე თავიანთ ეშელონებში რომ ავრცელებენ რა შეიძლება მოიმოქმედონ თუნდაც აქ საქართველოში. კი, ამაზე მაქვს საუბარი. ხო შეიძლება რომ თუნდაც ხალხი რომლებიც ამ პოლიტიკით არიან დაინტერესებული საქართველოში და უფრო გახადონ უფრო თანმიმდევრული ეს ყველაფერი. და არა ისე სიო საიდაც დაუბერავს და ფლუგერივით მიტრიალდებიან, ნუ იქ ბალტიისპირეთში ყველა სახურავზე ფლუგერია პრინციპში დამონტაჟებული ეს. ხან მამლაყინწები და მაგრამ რისთვის ჩადიან ან რატო აბარებენ ანგარიშს ანუ ხო უბრალოდ სირცხვილია ან ქართველობაზეც არის აქ საუბარი, ანუ ქართველი კაცი ან ქალი რო ჩავა სადღაც იქ იურმალასთან დაცლილ პლაჟებზე. და ყოფილ მათ აი ამ მინისტრებს ანგარიშს რომ აბარებენ. ნუ ხო არ არის სირცხვილი? მე თუ მკითხავთ სირცხვილია. კი მე გეთანხმები თქვენ ამაში, მაგრამ უყურეთ აი ბოლო პერიოდი რაც მიმდინარეობდა. ტრამპის მოსვლამდეც კი ორი კონცეპტუალური დაპირისპირება, ორ კონცეპტუალურ პარადიგმას შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება, სუვერენიტეტსა და გლობალიზმს შორის. ეს ადამიანები ვინც ბოლო 2003 წლიდან მოყოლებული, ხო, ის დღეს ვინც ოპოზიციაში ყავს, ესენი იყვნენ გლობალისტური ძალების მარიონეტები, რომელიც მათ ინტერესებს ემსახურებოდნენ. შესაბამისად, დღესაც როცა ისინი ოპოზიციაში არიან, მაგრამ გარე ძალების დაკვეთის შემსრულებლები არიან. ისინი ცდილობენ მათი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციას და მე სხვას არაფერს. ამიტომ საქართველოს მე არ ვიცი ახლა ამ ხელისუფლებამაც ახლა ბოლოს დაიწყო ეს სუვერენიტეტზე ორიენტაცია და საგარეო პოლიტიკის გარკვეულ პრაგმატულ ჭრილში, პრაგმატულ პარადიგმაში ჩასმა. მაგრამ ის ჩვენ ვიცით ხო, რა კანონებს ღებულობდნენ ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები და ზუსტად იმ გლობალიზმის სოფხედველობრივ ნარატივში მყოფ კანონთა კრებული იყო მთლიანად. ახლა დაიწყეს კი და ღმერთმა ქნას რომ ბოლომდე მიიყვანონ ეს საქმე. და ამიტომ ახლა ამ ხელისუფლებას ჩვენთან არსებულ პოლიტიკურ კლასს და განსაკუთრებით ოპოზიციურს ამათ დამოკიდებლად ერთი დღეს არ უმუშავია, თუნდაც სააკაშვილის დროს შევარნაძის დროსაც ხო და აქედან გამომდინარე იმ ძველი აზროვნებით მოქმედებენ. მათ ყავთ ვიღაცა კურატორი სადღაც, ნუ ამათთვის ეთყობა ის ლანდსბერგის თუ რა გვარია, ის არის ამათ კურატორი, ჩადიან და რაღაც გარკვეულ მეც დაკლადებს ბოდიში ამ გამოთქმაზე აძლევენ. ამიტომ ქართულ პოლიტიკურ კლასზე საუბარი სხვათა შორის იმ ძალებმა კიდე მინდა დავამატო, ამათ შეუქმნან ძალიან მსუყე ცხოვრების დონე
ამ ადამიანებს და იცავენ მათ სურთ ამის შენარჩუნება. დღეს ავიღოთ ევროპელი პოლიტიკოსები, თუნდაც ევრობიუროკრატიის წარმომადგენლები, ხო? ადამიანები კიდევ ანიშნი ვერ ხვდებიან სრულელები არიან. ან და ისეთ მდგომარეობაში არიან, ну სავარაუდოდ მეორე ვარიანტია, მათ არ სურთ იმ წესრიგის მოშლა, სადაც ისინი ძალიან კარგად ზნობდნენ თავს. იცვლება საერთაშორისო სისტემა, მიმდინარეობს ამ სისტემის ტრანსფორმაცია და მათ არიციან ახალი წესრიგის პირობებში რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ეს საკუთარ პირად ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებაზე მიუთითებს და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებაზე. ამიტომ ახლა მე დიდ ყურადღებას არ მივაქცევდი ეს პოლიტიკოსები იმაში საჩავ ქართული ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრზე აქვს საუბარი. იმაში ლატვიაში ჩავლენ თუ ბრუსელში. ამათი დრო ქართულ პოლიტიკაში უკვე დასრულებულია. ერთადერთი შანსია თუ ოცნება ისე იმ ძველ პოლიტიკას გააგრძელებს და დაიწყებს ამათ როგორც ოპოზიციის დატოვება, ოპოზიციურ პოლიტიკური კლასის რანგში დატოვებას. სხვა შემთხვევაში ამათ არანაირი არც მორალური, არც სხვა ტიპის ლეგიტიმაცია ქართულ საზოგადოებაში უკვე აღარ გააჩნიათ. და დროა ამ ადამიანებს მიუჩინონ თავიანთი ადგილი. ეს სულად მარტივად შესაძლებელია. კი ბატონო, და რადგან ახლა ეს ოპოზიცია ვახსენეთ, ცოტნე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეს დანიგანი შეხვდა ამ სალომე ზურაბიშვილს კვლავ. რატომ არ ხვდება ის მაგალითად მარგველაშვილს? ისიც პრინციპში იგივე კოჰორტიდან იყო. ხო, აი ჯიპა და იმ ბუდეში მერე ამ NDI და ნუ პრინციპში აი ამ ამერიკულ გამადიდებელი ლუპის ქვეშ იმყოფებოდა. ხო, რატო ეს ზურაბიშვილი მაინც და მაინც უკვე პრინციპში ბიოლოგიური ასაკიდან გამომდინარეც უკვე მე მგონი უკვე გაუგრძელდა პოლიტიკაში ყოფნა და არა მაგალითად მარგველაშვილს. ხო, ერთნაირი წარმატებით შეუძლია შეხვდეს ორივეს, იმიტომ რომ ორივე ექს-პრეზიდენტია უკვე საქართველოს, მაგრამ ზურაბიშვილს ალბათ იმიტომ ხდება, რომ პრინციპში თავიდან რა მე კი უღალატ ეს დაცება ზურაბიშვილსაც მათ შორის რომ თავიდან რა ნარატივიც მათ ჰქონდათ წამოჭრილი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალდა ოქტომბრის არჩევნები 2024 ოქტომბრის არჩევნები გაყალდა შესაბამისად პარლამენტი და მთავრობა არ არის ლეგიტიმური, შესაბამისად ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა აირჩია არალეგიტიმური პრეზიდენტი პაველაშვილის სახით და სალომე ზურაბიშვილი თვითონ საკუთარ თავს და მათ შორის ეს ოპოზიცია დაცხადებდა ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად თუ ინსტიტუციად მთელს ქვეყანაში და ალბათ ეს мотиваცია არის დაუშვათ იმაში რომ ამერიკელები და არა მარტო ამერიკელები სხვები ვინც აქ ჩამოდიან ან აქ არიან უკვე როგორც ელჩები და დიპლომატიური სამსახური წარმომადგენლები ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ ეს საკითხი პრინციპში დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. ან თუ ჩვენ კი თითქმის განეიტრალებულია მათი მცდელობები, სახელმწიფო გადატრიალების, მაინის მოწყობის საქართველოში, რომლის სერიოზული საფრთხის წინაშე ჩვენ ვიდექით პრინციპში, ეს ყველაფერი დღეს განეიტრალებულია, მაგრამ პროცესები ბოლომდე მიყვანილი მაინც არ არის, იმიტომ რომ აი მათ შორის თუ ჩვენ დავაკვირდებით მართველი ხელისუფლების მართველი პარტიის ლიდერების განცხადებას, მათ შორის დავუშვათ იგივე პრემიერ-მინისტრი კობახიძის განცხადებას, ან სხვების განცხადებას, როდესაც ისინი აფასებენ ტრამპის მოღვაწეობას და აფასებენ იმას, თუ დავუშვათ მის ასე ვთქვათ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ბრძოლას deep state-თან, ეგრეთ წოდებულ deep state-თან, ხო? კობახიძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ჩვენ არ ვიცით ეს ბრძოლა როგორ დამთავრდება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ბრძოლა, deep state არის საკმაოდ ძლავრი ხა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნახევარ კი არა თითქმის ძალიან დასავლურ ნახევარსფეროს ძლიერი იქნება, ხო? შესაბამისად ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ყველაფერს უნდა ვიყოთ მზად. პრინციპში ქართული ოსტების ლიდერების გაცხადებული რიტორიკა ამასთან დაკავშირებით არის მსგავსი, რომ იქ რა პროცესები როგორ წავა, კაციშვილმა არ იცის, შესაბამისად ჩვენ იმის იმედად და სწორიც არის მე ამაში აბსოლუტურად ვთანხმები, იმის იმედად ჩვენ ვერ ვიქნებით, რომ იქ ტრამპი ახლა deep state-ს დაამარცხებს და
მე ჩვენ ყველა კარგად ვიცხოვრებთ. ხო, ეს არ ხდება, ეს deep state-იც თუ რაღაცა სხვა რაც გიდა ის გლობალური ომის პარტია, როგორც ბავშვად თავიდან ეძახდნენ ამ ყველაფერს. ანუ ეს არის პირდაპირ ვთქვა და ღიად ვთქვა კონკრეტული პოლიტიკური ვექტორის გამტარი და სამხედროების მქონე ადამიანთა ჯგუფი თუ რაღაცა გაერთიანება, რომლებსაც აქვთ რაღაცა კონკრეტული ხედვა ამერიკის შეერთებული შტატების მომავლის, მისი განვითარების, მისი პოლიტიკური და უშუალოდ გეოპოლიტიკური ნაბიჯებთან დაკავშირებით. ხო, ეს შეიცვალა უბრალოდ დღეს არსებობს რაღაც ახალი ხედვა, რომელიც კიდევ ერთხელ ამოვალ და ვიტყვით, რომ გამოდის იქიდან, რომ დაუშვათ ის ადამიანები, ვინც აი ამ ახალი გეოპოლიტიკური პოლიტიკის დაუშვათ იდეოლოგები არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისინი ღიად აცხადებდნენ და რასაც ტრამპიც იზიარებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მტერი, ასე რომ ვთქვათ, გლობალურ პოლიტიკაში არ არის რუსეთი, არამედ არის ჩინეთი და იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ ჩინეთის შეკავება, ჩვენ მოგვიწევს იმ პოლიტიკის გადაწყობა, რასაც დაუშვათ ბოლო რამდენი თითქმის 40 წელია ვატარებდით საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ხო? მხოლოდ და მხოლოდ ეს პროცესი მიდის გადაწყობის პროცესი ჩინეთის შესასუსტებლად და ჩინეთის შესაჩერებლად და აქედან გამომდინარე ეს ცვლილებები დაუშვათ ეს რამ გამოიწვია პრინციპში აი ჩინეთის აი ამ პოლიტიკური ვექტორის და იდეოლოგიის გამარჯვება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიწვია ერთმა კონკრეტულმა ფაქტმა და იმის შემდეგ განვითარებამ მოვლენებმა. ისევ რუსეთ-უკრაინის აი ამ ომმა, რამაც გამოიწვია თავის მხრივ რუსულ-ჩინური დაახლოების პროცესი, რაც ეს ხალხი, ვინც დღეს მოვიდა პრინციპში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში, ხო, და მათი იდეოლოგიები, ხო, მარშაიმერი და საქს და ვიღაცები, ვინც ამაზე წერდნენ, ხო, იქ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისინი ამაზე აფრთხილებდნენ დაუშვათ ბაიდენის ადმინისტრაციასაც და სხვებსაც, რომ არ უნდა მოხდეს, მათ არ უნდა დაუშვან ამერიკელებმა რუსულ-ჩინური დაახლოება, თორემ ეს შეიძლება დამუყრებელი აღმოჩნდეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მისი ჰეგემონიისთვის და რახან ეს მოხდა, რახან ეს შეცდომა მათ დაუშვეს და მათ აიძულეს რუსეთი ამ შემთხვევაში, რომ ჩინეთთან იმ დაახლოებულიყო იმ დონეზე, რომ გაეფორმებინა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულება, ხო? ეხლა უკვე ცდილობენ, რომ ძალიან სწრაფად ქირურგიული ჩარევით, რაშიც რა თქმა უნდა მოყვა უკრაინა, ძალიან სწრაფად ეს ალიანსი, რომელიც შემდეგ ბრიქსში გადაიზარდა და ასე შემდეგ და მთელი რიგი დაუშვა და პერსპექტივები გაუჩნდა ამ ალიანსს ძალიან მძლავრი, ეს ალიანსი როგორღაც ჩაშალონ იმ დონეზე მაინც რომ დაუშვა როგორც უკვე ვთქვით, რუსეთი არ იყოს რომელიმე მხარე, არამედ რუსეთი იყოს შუაში, თუ არ იქნება ამერიკული ინტერესების გამტარი და არც იქნება, იმიტომ რუსეთს აქვს იმის პრეტენზია, რომ თავად ატარებს სხვა ქვეყნებში საკუთარ გავლენებს და საკუთარ ინტერესებს, მაშინ რუსეთი უნდა იყოს შუაში და უნდა იყოს ბალანსის როლის მქონე აი ამ ორის დაპირისპირებაში და აი ამ ჭრილში ის პროცესი, ეს ხალხი რაც ბატონმა ირაკლიმ რაც თქვა, ხო, ეს ხალხი აქ სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ოპოზიციონერი გვარამია მელია და ასე შემდეგ ახარიაც მათ შორის, ხო? ეს არის ამ ხალხის რაღაცა კონკრეტული აი WhatsApp-ზე მოვუდით ალბათ მესიჯებად რა უნდა სტორების სია შესაბამისად, ხო, რასაც ეტყვიან იმას იზამენ. თუ იქ შეიცვალა რამე და შეიცვალა ისე როგორც ამბობენ, რომ ვერ დაამარცხა ტრამპმა ეს deep state-ი, შეიძლება ესენი კიდევ ისევ წავიდნენ რადიკალიზაციაზე, პროცესების და გამწვავებაზე. თუ ესე წავიდა ეს პროცესები როგორც ჩანს, შეიძლება დაუყოლე აღმოჩნდეს ამათთვის და რასაც ჩვენ მივესალმებით იდეაში და პრინციპში. მე მინდა ბატონ ცოტნეს იმას გავაგზავნო ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ზედმეტად ძლიერი ჩინეთი ეს შეიძლება რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეს კი გახდეს მომავალში. შესაბამისად რუსეთის ინტერესებში შედის მე არ ვამბობ რომ ჩინეთის საერთოდ განადგურება რაღაც ამდაგვარი. რუსეთის ჩინეთის შესუსტება ვინაიდან მე ვეთანხმები რომ მათ სურთ ყველა მიცით და ყველა ვიცით რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ის მე არ ვიტყოდი მაგრამ სტრატეგიულ მოკავშირეებად ვერ დავარქმევდი. ნუ ახსენა მაგალითი ნავთობის გაზის შეწყდა ფაქტურად ნახევარ ფაში დაიწყო შეწყდა ვინაიდან ეს გამოცდილებაც არსებობს ისტორიული გვახსოვს სტალინი და მაოძედუნი როგორ მეგობრობდნენ მერე მაოძედუნმა გააპროტესტა ანტისტალინური ხრუშჩოვის პოლიტიკა იქ სასაზღვრო ომიც ჰქონდა სადაც მთელი გარნიზონები დაეტაკნენ ერთმანეთს და მთელი რამის პოლკი გაწყდა
ორივე მხრიდან და ნუ ეს გამოცდილება არსებობს. როგორც ზედმეტად გაძლიერება არ აწყობს რუსეთს, ისე ზედმეტად დასუსტება შეიძლება არ აწყობს. და შესაბამისად რუსეთი ამერიკელებმა სხვათა შორის იციან, ეხლა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მათმა სტრატეგებმა ნეორეალისტური სკოლის წარმომადგენლებმა რომ თლად გაწყვეტა კავშირები ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვერ მოხდება. თუმცა რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა გარკვეული ბალანსის პირობებში, ასე ვთქვათ, საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიური მანიპულაციის პოლიტიკა ორ დიდ მოთამაშეს შორის ამ თამაში დაიძვრინოს და სხვათა შორის ძალიან ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ბალანსი მიიღო ამ თუ გამოიყენეს მეორე საკითხია. რათა ამ თამაშის თვითონ გამოვიდეს გამარჯვებული. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ახლა მინდა კიდევ დავამატო სამხრეთ კავკასიის თემა მინდა დავამატო აქ. ჩვენ უბრალოდ დროც გვეწურება და სამხრეთ კავკასიაში აქ ნახოთ ახლა როგორ დასრულდებას მოლაპარაკება. ერთი ვიცით რომ ეს წვრთნები რაც დაიგეგმა ამერიკულ სომხური წვრთნები ივლისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე ტექნიკა უნდა გადმოზიდონ ამერიკელებმა გერმანიიდან უნდა გამოიყვანონ და გუშინა ეს ცნობა და საინფორმაციოშიც გავიდა აზერბაიჯანი ამბობს რომ სომხეთმა გახსნა ცეცხლიო საზღვარზე ეს შემთხვევითი არ არის. აქ ასევე საგულისხმოა ის რომ ეს ტექნიკა შემოვა საქართველოს გავლით სომხეთში. ეს ღია ინფორმაცია არის. მე ახლა არ ვიგონებ რაიმეს, ასე რომ ყურადღება ამაზეც შეიძლება გამახვილდეს. შესაბამისად სამხრეთ კავკასიის სიტუაციის გართულება რუსეთის ინტერესებში საერთოდ არ შედის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სირიაში მომხდარი პროცესების მერე, რასაც ქვია ასადის დამხობა. ამის მერე უკრაინის თემატიკის დასრულების შემდგომ ჩემ მოსაზრებით ყველაზე აქტუალური თემა დადგება სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთის თემა და კონკრეტულად რუსეთ-თურქეთის შორის ურთიერთობის საკითხები და მათი გეოპოლიტიკური კონკურენციის საკითხები. კი ბატონო. და ჩვენი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო პრინციპში ამოგვეწურა, მაგრამ მინდა ეს პოლიტიკური ანეკდოტით დავასრულო. ანეკდოტს მე ვარქმევ ამ ფაქტს, რაც მოხდა გერმანიამ გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარედ კანდიდატად წარადგინა არც მეტი არც ნაკლები საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი. ხო, აი ამიტომ თქვი რომ ანეკდოტია მეთქი, მაგრამ კიდევ ასევე საინტერესო ის გახლავთ რომ უმალ მოყვა გამოხმაურება ისევ ქალბატონის მხრიდან, რომელიც რანგით ბევრად ვთქვათ დაბლადგას ვიდრე ბერბოკი, ხო ის მინისტრია და ეს არის უბრალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი რუსეთის. მასშტაბებია მხოლოდ უბრალოდ სხვა და ზახაროვამ გააკეთა ასეთი კომენტარი ამაზე. Ახლა რუსულად ჩავიკითხავ და ქართულად თარგმნი მე დრო არ წავიღო ბევრი. Странно будет видеть внучку нациста, которая гордится подвигом деда в год 80-летия победы на посту председателя Генассамблеи. ანუ წარმოგიდგენიათ? ანუ ძალიან უცნაურია ვიხილოთ შვილი იმ ნაცისტისა ამ პოსტზე, რომელიც ბაბუის დამსახურებებით ამაყობს თან იმ დროს, როდესაც 80 წლის გამარჯვება უნდა ვიზეიმოთ. ანუ ხო აი ესეთი განცხადება გააკეთა ამ ზახაროვამ. პრინციპში რა ვიცი, ახლა ბერბოკი თუ 360 გრადუსით თავმჯდომარეობას გაკაჩავს, გამოვიყენო ჟარგონი აქაც, დაგვილოცნია მისთვის გზა. ეს იყო პრინციპში ბოლო ჩვენ ვასრულებთ გადაცემას, ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ტელემაყურებელს, შევახსენებ ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი ირაკლი უბილავა და სოციალისტური პლატფორმის წევრი ცოტნე მარღია. მე ხვალამდე გემშვიდობებით შევხვდებით 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის.